ლამარა ჩიხელიძე მეფუტკრეობით 15 წლის წინ დაინტერესდა. ამბობს, რომ ფუტკართან მუშაობა საინტერესო და სასარგებლოა. თავარია, რომ შრომა ფუტკარის მსგავსად არ უნდა დაგეზაროს. ფუტკარი თვითონ არის რაღაც ღვთაებრივი მწერი, რომელიც თვითონ შრომობს და შენ მოაქვს პროდუქცია შენი შრომის გარეშე. მაგრამ ამისთვის ჩვენ მას პირობები უნდა შევუქმნათ, ხელი არ შეუშალოთ თავის ფიზიოლოგიურ განვითარებაში, კონდეს ჯანმრთელი საფუტკრე აუცილებლად და პროდუქციაც გვექნება ჯანმრთელი. თაფლი შესაძლოა ერთ-ერთი პირველი ქართული პროდუქტი იყოს, რომელიც ევროპულ ბაზარზე მოხვდება. ამიტომ მასზე კონტროლის გამკაცრება უკვე დაიწყო. ახალი რეგულაციები მეფუტკრე ქალბატონისთვის მისაღებია. რეგულაციები, რომელიც ევროსტანდარტებს შეესაბამება, მოითხოვს პირველ რიგში ჯანსაღ პროდუქციას, რომელშიც არ იქნება ის მინარევები, რაც არ არის შესაბამისი მისი სტანდარტისთვის. ამავე დროს ფუტკარის თვითონ საფუტკრე უნდა იყოს ჯანმრთელი, სწორად მართვადი, ასე ვთქვათ, მისი მკურნალობის თუ მოვლა შენახვის პირობებით გათვალისწინებით, როცა პროდუქციას მივიღებთ, ის მისი შენახვის პირობებსაც მნიშვნელობა აქვს. ყველაზე დასარეგულირებელი იცით რა არის, რომ ჩვენ ფუტკარს რა დროს უნდა ვუმკურნალოთ, რა პრეპარატით უნდა ვუმკურნალოთ და როდის შემდეგ აღარ უნდა ვუმკურნალოთ იმის გამო, რომ როცა ღალიანობას იწყებს და მაგას შეაქვს საფუტკრეებში სასურსათო თაფლი, იმ დროს წამლის მიცემა არ შეიძლება. ლამარა ჩიხელიძე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას დადებითად უყურებს და საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ რა შედეგს მოუტანს ფერმერს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოდ ჩამოყალიბებული აქვს. ძალიან ბევრი თაფლი არის ახლა ქვეყანაშიც და აი ჩვენს რაიონშიც, რომელსაც ვერ ყიდიან, არ იყიდება. ამიტომ წარმოებასაც აღარ აინტერესებთ იმდენად, რომ აწარმოონ, იმიტომ რომ თუ არ გაიყიდა, ეხა ხარჯები გაწია და ვერ გაყიდა, ზარალზე მიდის. ამიტომ ეს შეუწყობს ხეს თვითონ დარგის განვითარებას ძალიან ევროპის ბაზარი და თითოეული მეფუტკრის ფინანსურ მდგომარეობის გაუმჯობესებას და თან კიდევ ამასთან ერთად ვისწავლით ჩვენ ევროპის დონეზე ვივიღებთ განათლებას იმისას, რომ ჩვენ როგორი მეწარმეები უნდა ვიყოთ. ლამარამ საკუთარ მეურნეობაში თხილის ბაღიც გააშენა. ის შემოტანილი ტენს მიჩვეული თხილები ჩვენთან ნაკლებად ეფექტური არის. ვერ ეგუება ჩვენს გვალვიან პირობებს. ამიტომ ჩვენ თვითონ ჩვენი ძველი ტრადიციული ჯიშები რაც არის ჩვენთან, შეგუებული იმ გვალვიან პირობებს, როგორც სანაშენე მეურნეობა, გვაქვს ამონაყარები და ამ ამონაყარებს ვთხრით და გადავიტანთ ჩვენ სასურველ ადგილზე, რომ გაკეთდეს კარგი პლანტაცია. თხილის გარდა მის ბაღში ველური ხურმის საძირეცაა. ლამარა მეურნეობის გაფართოებას გეგმავს და ამისთვის სადემონსტრაციო ნაკვეთი უკვე მზად აქვს, სადაც ხურმის გარდა კიდევ რამდენიმე სხვა ჯიშის ხილის დარგვას აპირებს. პერსპექტივაში კი ბიომეურნეობის გაკეთებაა. მეც და ჩემს ოჯახსაც გაუჩნდა სურვილი იმისა, რომ ჩვენ გქონდეს ჩვენი საკუთარი წარმოება. ჯერ იმიტომ, რომ ვაჩვენოთ ჩვენს ბენეფიციარებს, როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა ლაღად სოფელთან ერთად. სადაც არ ფიქრობ, რა ვჭამო, სად ვიყიდო, ან როგორი იქნება, რომ ვიყიდო. აი აქედან გამომდინარე, ვაპირებთ იგივე თხილის, იგივე ჩიმის, ხურმის, იგივე კენკროვანი კულტურების გაშენებას ვაპირებთ. ლამარა ჩიხელიძე დილით ბაღში მუშაობას რომ დაასრულებს, შემდეგ სამსახურში მიდის. ის ჭიათურაში ფერმერთა მომსახურების ცენტრის დირექტორია, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს კონსულტაცია უნდა გაუწიოს და ფერმერული მეურნეობის განვითარებაში დაეხმაროს. ამბობს, რომ ჭიათურაში ბევრი ქალია ფერმერული მეურნეობით დაინტერესებული. ნუ გააცდენენ დროს, ნუ დაიზოგავენ ენერგიას, მიიღონ ინფორმაცია და თავისი რესურსის შესაბამისად დაიწყონ ბიზნესი. საკონსულტაციო სამსახურებთან ერთად ამოირჩიონ თავიანთი ბიზნესი. სტიქიურად ნუ დაიწყებენ, იმიტომ რომ ყველა ბიზნესი, რომელსაც იწყებს სტიქიურად და არ იცი აქ დაწყებული ბოლოში რას მოგცევს, ეს მერე შეგძულდება, დაანებებ თავს და ზარალი იქნება თავისთავად.
დალი დაბატაძე დამწყები ფერმერია. მას საკალმახე მეურნეობა აქვს და საქმიანობაში მეუღლე ეხმარება. რჩევებს კი გამოცდილი ფერმერისგან, ლამარა ჩიხელიძისგან იღებს. პირველი ინტერესი უნდა და სიყვარული უნდა გქონდეს საქმეს, რასაც იწყება. მე მაგალითად ეს ჩემი თევზები მიყვარს ახლა. ხალისთვის ძალიან რთულია და დროც დიდი სჭირდება, მაგრამ ხალი მაინც უფრო ძლიერია ამ საკითხში მამაკაცთან შედარებით. თითქმის დილიდან საღამომდე სულ ყურადღება უნდა, 4ჯერ კვება უნდა, ყოველ 3 საათში. ღამესაც კი დგებით ხოლმე, რომ წყალი არ შეუწყდეს და თუ არა, იყო ისე გქონდა შემთხვევა, რომ 4000 ცალი გლიფსით დაგვეღუპა. ლამარა ჩიხელიძეს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების პარალელურად საკუთარ საქმეში ის უფრო ეფექტურ შედეგებს ელოდება.